იტალიური მოდის ინდუსტრია დიდი ცვლილებების წინაშე აღმოჩნდა. იტალიურმა პრადამ აგრეთვე იტალიური ვერსაჩეს შეძენა გადაწყვიტა, რაშიც მზადა $1,380 მილიონი. გადაიხადოს და გარიგების შედეგად მაღალი მოდის წამყვან იტალიურ კონგლომერატად ჩამოყალიბდეს. მილანური ჯგუფი, რომელსაც დიზაინერი მიუჩია პრადა და მისი ქმარი პატრიციო ბერტელი მართავენ, გარიგების დასრულებას მიმდინარე წლის მეორე ნახევარში აპირებს. ეს გარიგება პრადას ოჯახის უბის სიგნალში ოქროს ასოებით უნდა ჩაიწეროს, რადგან ის კომპანიის 112 წლიანი ისტორიაში ყველაზე დიდი ტრანზაქცია იქნება. პრადასთან ერთად გარიგება მნიშვნელოვანია თავად ვერსაჩესთვის, რომელიც ამერიკულ კაპრი ჰოლდინგში გატარებული რამდენიმე წლიანი პერიოდის შემდეგ მშობლიურ იტალიას უბრუნდება. საინტერესოა, რომ თავად კაპრიმ იტალიურ კომპანიაში $1,800 მილიონი გადაიხადა თავის დროზე, ანუ კომპანიამ გარკვეულწილად იზალა რა კიდეც. ვერსაჩეს დამატებით პრადა გრუპი, რომელიც თავად პრადას გარდა მიუმიუს და მარკეზის ბრენდებს ფლობს, ბერნარდ არნოს მაღალი მოდის ფრანგული კონგლომერატის LVMH-ის ღირსეული კონკურენტი გახდება. პრადა გრუპის აქტივებს შორის 26 ქარხანას ვხვდებით, რომლებშიც კომპანია 15,200-ზე მეტ თანამშრომელს ასაქმებს. ჯგუფში შემავალი ბრენდების ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ჩანთები და აქსესუარები მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ მაღალი მოდის ინდუსტრიაში შემდგარი ეს გარიგება გლობალური ვაჭრობისთვის რთულ დროს შედგა, რადგან ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ მსოფლიოს წინააღმდეგ გაჩაღებული სავაჭრო ომით არის ვითარება გამწვავებული. როგორც ჩანს, მაღალი მოდის იტალიურ სახლში ამერიკული ტარიფების საერთოდ არ ეშინიათ, არადა კომპანიის აქციები ჰონკონგის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება. დღეს პრადა საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით $15.5 მილიარდი და ამაჩვენებლით ის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კომპანიაა, რომელიც ტანსაცმლის მწარმოებლებს შორის მე-16 ადგილს იკავებს, ბუფონების საგნების ბაზარზე კი საერთოდაც ათეულში შედის. აღნიშნული კომპანია, ისევე როგორც ფაქტობრივად ყველა სხვა მოდის სახლი, მისი დამფუძნებლის დიზაინერ მარიო პრადას გვარს ატარებს, რომელმაც პრადა ჯერ კიდევ 1913 წელს დაარქვა.